საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. ქრისტე აღსდგა. რავალს დაესწარით, აღდგომიდან ამაღლებამდე ასე ესალმებოდნენ საქართველოში. ყველას მინდა მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ყველა მორწმუნეს, ყველა ქრისტიანს ფარისევლებზე და ამაზე არ მაქვს ლაპარაკი. მარტო ქრისტე ფულის აშოვნად რო უნდათ და ჯვარი იმათ რა ქვია გასაправებლად თვითონ და ეს კელაპტარი ხელში და იქ მასთან დადგომა რა ქვია სამების ტაძარში და პატრიარქთან სურათების გადაღება დიდ ქრისტიანობად რომ მიაჩნიათ ამ კატეგორიაზე არ მაქვს ლაპარაკი. ეგენი ურწმუნო ათეისტები არიან სინამდვილეში ფარისევლები და აი ხვალ საქმეზე რომ მიდგეს ჯვარს კი არა აგურჩა მეიგდებენ გულზე და რა ვიცი ISIS რომ მოვიდეს ასე რომ ვთქვათ ისლამური სახელმწიფო ალაჰ აკბარს დაიძახებენ კაც. ამიტომ ვინცა ნორმალური პატიოსანი წესიერი ადამიანები ყველას გილოცავთ. ბრწყინვალე შვიდეული არის და ცოტა ხანი მეც აღარ ჩამწერია ეს ვიდეო ლაივები. ნორმალურ ადამიანს ნახავთ არცალია ახლა ლაივებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერს თავისი დრო და ცოტა ხანი ყველამ უნდა შეისვენოს ჩემი აზრით. მით უმეტეს როცა ესეთი ბრწყინვალე დღესასწაულებია და ოჯახთან და ახლობლების წრეში უნდა იყოს. გაიხარე ილია მშვიდობა მოგცეს ღმერთო. უბრალოდ საქმე იმაში არის, რომ საქართველოში ახლა აღდგომაც გაყვეს გაქრისტიანებული LGBT რევოლუციონერები რო არიან, ეს 2 წელიწადია ესა აქვს რა ქვია. რუსთაველის გამზირზე ახლოს რომელი ტაძარიც არის, იქ ქაშვეთის ტაძარში იქ ხვდებიან ბრწყინვალე დღესასწაულს და კვერცხებს უჭახუნებენ და ეუბნებიან სად მივდივართ ევროპაში. სად მივდივართ ევროპაში. ესა ამათი ახალი რელიგიის შემადგენელი ნაწილი არის ეს. ქრისტე აღდგას ესენი არ ამბობენ. ამიტომ იმდენი ფარისეველი და დეგრადირებული ადამიანი არის ამ ხალხს ახლა ზედმეტია ელაპარაკო. უბრალოდ პარალელურად არც ხრება ეს ნებათაღელვები და არც ჩაცხრება საქართველოში ეს ნებათაღელვა, იმიტომ რომ საქართველო ეს არის კოლონია სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ფორმით, სადაც გავლენის ჯგუფები წვიტავენ ერთმანეთს და რამენაირად ქვეყანა დააზიანონ და საკუთარი სარგებელი მიიღონ, მეტისადარდებელი არავის არ აქვს, არც ხოცობას, არც ნაცობას და თუ რომელიმე სკამზე მოჯდან, ესაა მაგათი იდეოლოგია, მე ხალხის და ქვეყნის სახელით ლაპარაკობენ და თავის ბედნიერებას და თავის სკამს და თავის შემოსავალს რო იცავენ, ასე გონიათ, რომ თელ საქართველოს იცავენ და ეს ამ რეალობის წინაშე ვართ ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული დიდი კულტურის ერი და დიდი წარსულის და დიდი ისტორიის მყოფი ქვეყანა ამ ჭაობში ვართ ჩავარდნილი და ამ ჭაობიდან აიცი ძნელი გამოსასვლელი არა, მაგრამ არც ამ ხალხს უნდა დიდად გამოსვლა, მიეჩვია ამ ტალახში გორაობას აბსოლუტური უმრავლესობა და სამწუხარო ესა. მაინც განსაკუთრებით მინდა ერთ საკითხს გამოვეხმაურო, რომელიც ახლა დღეს იქნება რუსეთის არხზე. ჩვენთან ხო უყვართ ეს დაფარული ამბები, ფარული ჩანაწერები, თურმე ეს ხდებოდა, თურმე ის ხდებოდა, ეს ამას ამბობდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცის და რუსმა პრანკერებმა გაიხარე მოდერნის მაო გაიხარე ჭეშმარიტად მშვიდობა მოგცეს ღმერთო. რუსმა პრანკერებმა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არიან განთქმული თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმით, ჩაატარეს ასე რომ ვთქვათ სპეცოპერაცია კიბერხულიგნობა საქართველოში და სატელეფონო ხულიგნობა, რითაც კიდევ ერთხელ სანაგვიდან ამოიღეს და საჯარო გახადეს იმ ადამიანების ფიქრები, აზრები, განცდები, დამოკიდებულება, რაც ისედაც ყველასთვის ცნობილი იყო. ეს სალომე ზურაბიშვილი გამოიჭირეს და აბლუკუნეს და ატლიკინეს თუ რა გეგმები და ფიქრები აქვს და როგორ უყურებს საქართველოს და უფრო საინტერესო იყო კიდე ქოცების ნომერ პირველი
ესე იგი მოწვევის პარლამენტის, ესე რომ ვთქვათ, როდესაც ქოცობა მოვიდა და სახალხო დამცველი რო აირჩიეს, ყველა რო ველოდებოდით, რომ აი ქართული ოცნება როგორც იქნა ნაცების მერე მოვიდა სათავეში და ეხლა ამდენი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფონზე ვიღაცა ერთ ნორმალურ ადამიანს მოიყვანს სახალხო დამცველის სახით, რა ვიცი, მე მგონი ნორმალურ საზოგადოებას ახსოვს დიდად რითი უნდა დაგმახსოვრებოდა ეს ადამიანი, მაგრამ ერთი განსაკუთრებული ქმედება ჩაიდინა მაშინ ხო აბა რა მირა ქოცების ერთგული ვარ, თავარი ქოცი ვარ შენ შემოგევლე, მე ბიზნესა მაფინანსებს და იგი რა ქვია ბოჭორიშვილი და ის თავისუფალი აზროვნება საერთოდ როდესაც რომელიმე მიმართულების ადამიანის იდეოლოგიას ეხება, იმ შემთხვევაში კარგია და როცა მის იდეოლოგიას არ ეხება, ამ შემთხვევაში ცუდი, ამიტომ ვარ ხან ნაცი, ხან ქოცი, ხან რუსეთუმე, ხან მიექვსის აგენტი, ხან კაგებეს, ხან ჯანდაბა. ამიტომ აღარ გავჩერდები, მისმინე იქნება რამე დაგამახსოვრდეს. აი ეს ქოცების მთავარი არჩეული ისა რა ქვია ნანუაშვილი, რომელმაც პირველი ნაბიჯი რაც გადადგა, აი ამ მასობრივი უბედურების შემდეგ დააჯილდოვა გიგა ბოკერია დააჯილდოვა ტოლერანტობის ნიშნით. ნუ ეს იგივე არის იმით სიგელით. ეს იგივე არის შემოკარგებო ხლა ფაშისტურ გერმანიაში ექიმი მენგელი რომ დაეჯილდოვებიათ ტოლერანტობის და კაცთმოყვარეობის ჯილდოთი, რომლის კისერზეც დაახლოებით ალბათ 3 მილიონი ადამიანის სიცოცხლე მაინც იყო და სიკვდილის ანგელოს რო ეძახდნენ. აი ამ არსებამ ამით დაამახსოვრა მაშინ თავი. და ეს იყო ქართული ოცნების არჩეული სახალხო დამცველი, კოჰაბიტაციას განსაკუთრებით ტკბილად და კარგად კურირებდა და ამ კოჰაბიტაციის სიყვარულში უჩანანუაშვილმა აი ეს საგმირო საქმე ჩაიდინა. სხვა მხრივ ახლა იმ მხრივ დაგამახსოვრდებოდა კიდე ადამიანს, რომ პიდარასტების პარადები და მსგავსი რაღაცეები, რაც ქოცების დროს განსაკუთრებული მოთხოვნადი გახდა და მთავარი ერის პრობლემა გახდა, ამათი ხმალამოღებული დამცველი იყო და აღარავის ახსოვდა ნაცების დროს დაწამები არც პატიმრები, არც პოლიტპატიმრები, არც გაუბედურებული ოჯახი, ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა. ლაპარაკობდნენ მხოლოდ ამაზე. გეი უკანალი, ბოკერიას ტოლერანტობა და ავიცი, ამას ხელმძღვანელობდა ნანუაშვილი. განსაკუთრებით მე უყვარდი ამ ნანუაშვილს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჰქონდა მიზეზი ამ დიდი სიყვარულის, რადგან მეც ძალიან მიყვარდა. ხშირად ჰქონდა შეხება და აქედან გამომდინარე თბილი დამოკიდებულებით. ამიტომ ნანუაშვილი ითხოვდა ჩემს დაჭერას. ითხოვდა იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მე ვიყავი თურმე რადიკალური ჯგუფის მეთაური საქართველოში, რომელიც წვრთნიდი ვამზადებდი ამ ბნელ მოძალადი ადამიანებს, რომელიც ეს ბნელი მოძალადი ადამიანებიც თურმე ამ პიდარასტებს არ აძლევდნენ ტრაგის თამაშის ესეთ საშუალებას განსაკუთრებულს და ასევე ყველაზე მთავარი პრობლემა ის იყო თურმე მე ასე ერთ-ერთი ლაივის დროს შავი იუმორით, რა თქმა უნდა პირდაპირ მიიღონ, არა მაქვს, არც მაგის პრობლემა არა მაქვს. თუმცა შავი იუმორით ნეტა კი მემორჩილებოდეს პუტინი და კი ვიცი მე რასაც გავაკეთებიებდი, მაგრამ არ მემორჩილება სამწუხაროდ. როდესაც პუტინს მოუთხოვე იმისთვის, რომ რუსთავი ორი, რომელიც იმ მომენტში იყო რუსეთის მოქალაქე, თავარი ბობოლა ნაცის კობა ნაყოფიას ტელევიზია და როდესაც ის იმყოფებოდა მოსკოვში და მის ფულზე იჯდა რუსთავი ორი, გამოვიდა და
რუსთავიორის წამყვანებმა აგინეს პუტინს, ლანძღეს, აფურთხეს, დედაშენის საფლავზეო ასე ვქენი და ისე ვქენიო და მაშინ მე ესეთი ვიდეო მიმართვა გავავრცელე, რომელ ვიდეო მიმართვაშიც ვამბობდი, რომ დედაშენის საფლავის გინებისთვის საქართველოს არაფერი არ უნდა დაუშაო და წესით და რიგით, აგერ შენი აგენტურის შნირების ზიან და გამოუშვი სპეცნაზმი და მოკალი და გინდა ერთიც რა, გინდა მეორეც დაანები ამით ქვეყანას თავი თქვა. და ამაზე იყო უჩან ანუაშვილი ჩავარდნილი ისტერიკაში, რომელ ისტერიკაში ითხოვდა პროკურატურაში, უშიშროებაში, პოლიციაში, რა ვიცი, ჩემს დაჭერას, რომ მე ასეთი ბნელი ჯგუფების მმართველი ვიყავი თურმე. ახლა საერთოდ არსებობს ესეთი ჩინური სიბრძნე, რომ დაჯექიო მდინარის პირთანო და მდინარე აუცილებლად თუ ჩამოიტანსო შენიო მტრის გვამსო. ხო, ზახაროვას სიყვარული კიდე კაი დასჯაში არ ჩამითვალეს, საყვარლობა უფრო სწორად, ხო. ეს დასჯაში არ ჩამითვალეს, იმიტომ ძალიან იმათ ჟღერდა, რომ მაინც რაღაცა ქალის და კაცის ურთიერთობა იყო და ალბათ LGBT ვარიანტი რო გამოსულიყო, ალბათ ჩამითვლიდა. ხო და აი ზუსტად ახლა ჩამოატარა მდინარემ გვამი, აი ამ ლეშის, აი კიდე ერთხელ მინდა ვაჩვენო, აი ამ აყროლებული ლეშის, რომელი აყროლებული ლეშიც იყო ქართული ოცნების მიერ არჩეული სახალხო დამცველი 5 წლით და იცავდა საქართველოში ადამიანის უფლებებს. თურმე სინამდვილეში და ეს ახლა არავისთვის სიახლე არა, ვინც ამაში გარკვეულები ვარ და რა სჭირდება ამას რუსი პანკერები, უშიშროება, მზეპირათიცის ყველაფერი. როგორც აცხადებს, აი დღეს იქნება რუსულ არხზე ამ ყველაფრის პრემიერა. აცხადებს თურმე რომ ფული მჭირდება, ბაბა, ფულიო, მე ფული მჭირდებაო იმისთვისო რომ ყავსო ნიღბიანი ხალხიო, რომლებიცო ქუჩაში აქციებს მოაწყობენო, პროვოკაციებს, აქციებს, ასევე დააკვირდით განსაკუთრებით, ასევე ჩვენ გვყავსო კერძო დაცვის სამსახურების შეიარაღებული პირებიო, რომლებსაც ასევე ფული ჭირდებაო. ანუ ეს ტიტუშკების და გეი რევოლუციონერების კრებული, როგორი პირდაპირ ამბობს ამას, რომ როგორც მაიდანზე იყო აგრესიული ჯგუფი, ასეთი აგრესიული ჯგუფი ყავს მეო, ჩემ პასუხისმგებლობაზეაო ეს ყველაფერიო, გეი რევოლუციონერების ჯგუფი ყავს. და ამ ხალხსო ფული ჭირდება, დაფინანსება ჭირდებაო და გამომიგზავნეთო ეს ფულიო და მე ამ ხალხს შევინახავ და რევოლუციაო ჩემ კისერზე იყოს. მოტყდა უკვე ამერიკაში. ამ ჩემის მამასთან წასულ. თავის დროზე წათრეულიყო და სულ არ გდებულიყო აქ. მიყოლია ამის მოყვარული და მაქებარი და ამის იდეოლოგიის მიმდევარი, ვინცაა და წამოთრეულან აქეთ ევროპაში და ამერიკაში და ღმერთო არ დააბრუნო, ესენი საქართველოში არ ასწრებს. გაძრობიათ სული აქ. და ის მეორე ძუგნა პრეზიდენტი, რომელიც ასევე ქოცებმა აირჩიეს 6 წლით ვადით და ჯერ ქოცების პრეზიდენტი იყო და მე ბოლო 2 წელიწადში ნაცების პრეზიდენტი რო გახდა. ის ბებერი ძუკნა ამბობს, რომ ახლა ფულსო აღარ მაძლევენო, კაცო, ესენიო, რა ქვია, ევროკავშირის ხალხიო და ცხაო, თქვენ მაინც გეინძერითო, მომეცითო 2 კაპიკიო და ჭირდებაო აქო არასამთავრობოებსო პროფკავშირი, არა ეს პროფკავშირები მაგარია, ეს პროფკავშირები ქვეყანაში არ აქვს და რა ვიცი, გაფიცვებს მოაწყობთ ალბათ ხო ქვეყანაში, სადაც უმუშევრობაა გაბატონებული და იხჭობა ქვეყანა. და ესო რეგიონალურ ტელევიზიასო ვაფშე კაპიკებშიო ვიყიდითო რა, ეხა რეგიონებში გაჭიროებისთვის სადაა დალხინებული ცხოვრება, მაგრამ სიტყვაზე თბილისში თუა ხელფასი 400-500 ლარი, ხა რეგიონში 200-300 ლარია და იქ მეტი იოლათო ვიყიდითო ამ ყველაფერსო ხალხსო და რეგიონებიდან ხალხს ჩამოვიყვანთო და ფულიო ბაბაო, ფულიო. მოკლედ, სახეზე არის არ ჭირდება ამას ახლა. ბევრი არა, არც იურისტი ჭირდება, არც პროკურორი ჭირდება, უბრალოდ ოდნავ საქმეში გარკვეული ადამიანი ჭირდება,
ვისაც ელემენტარული სამართალთან რაიმე შეხება ქონია, რომ ხელის გულზე არის ჩვეულებრივი, დანაშაულებრივი ჯგუფი, აგრესიული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელი აგრესიული დანაშაულებრივი ჯგუფის მთავარი მიზანი არის ქვეყანაში, მე არ ვიცი ამას რა კონსტიტუციური სახელმწიფო და რა სამართლებრივი სახელმწიფო ქვია, მაგრამ ქოცებისთვის მაინც ხო ქვია, ქოცებს რო კითხო, ხო ისინი სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ, ხო? ანუ, კაი, მე ქოცების მაგინებელი და მაფურთხებელი ვარ ჭამტაბას. მაგრამ აი ამათთვის ხო არის ეს სახელმწიფო კონსტიტუციური წყობის. და ამ ეგრეთ წოდებული კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობა, მომზადება არის ხელის გულზე დადებული და აქ ირიბი მტკიცებულებები კი არ არის, აქ არის პირდაპირი მტკიცებულებები ადამიანების, რომელი ადამიანებიც ანონსებენ რევოლუციას, დანგრევას, სისხლის ღვრას, 1000 უბედურებას და ამ 1000 უბედურებაში უნდა იქნას გაწირული ჩვეულებრივი უბრალო ხალხი და თვითონ უნდა ნახონ ვიგოდა. ანუ ტიპიური მეხუთე კოლონა, ანუ მტრების მოღალატეების შექმნილი უცხო ქვეყნის ინტერესების გასატარებლად სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ყველა ეგეთია. ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია 99.9% ყველა ეგეთია. ეგრეთ წოდებული ტელევიზიები, რომელ ტელევიზიებსაც ოპოზიციური ტელევიზიები ქვია, ესენი აბსოლუტურად სულ ყველა აი ამ ჯაჭვის და ამ სისტემის ისა, მაგრამ ამ ნაგავმა იმდენი იდუღა და უკვე ექსპორტზეც გავიდა ახლა დღეს ალბათ ერთი 400 მილიონიანი აუდიტორია ნახავს ამ ყველაფერს და გამოჩნდება კიდევ ერთხელ, რომ საქართველოში არიან ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რომელი პოლიტიკოსებსაც შეუძლიათ უდანაშაულოდ ქვეყანაში გეგმონ, ამზადონ, ამისთვის ფულები ითხოვონ სისხლის ღვრისთვის, არეულობისთვის და უბედურობისთვის 1000 რაღაცეები. აგრეთვე ისინი ხელშეუხებლები იყვნენ. და უფრო მეტიც ამ ხალხს ერქვათ პოლიტიკოსები და ამ ხალხს ერქვათ უფლება, განსაკუთრებით დაგვირდით, უფლებადამცველები. სინამდვილეში ესენი არიან ჩვეულებრივი გეი რევოლუციონერები, რომელი გეი რევოლუციონერებიც სამწუხაროდ ისე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ამ გეი რევოლუციონერებს შეიძლება ასე კი უყურებთ ჩვენ თავიანთი ქათმური ხასიათიდან გამომდინარე, მაგრამ საერთოდ აი პიდარას საზოგადოებას უჩანანუაშვილიც პედერასტია, ესე რომ იცოდეთ, ოფიციალური პედერასტია თვითონაც. პედერასტია ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული. და საერთოდ აი ამ სექსუალური უმცირესობის აი ეს კატეგორია ხალხი პედერასტები ისტორიულად იყვნენ ყველაზე მეტი დაუნდობელი კილერები, ვინც იყვნენ, აბსოლუტურად ყველა იყო LGBT, ყველა იყო პიდარასტი. იმიტომ რომ პიდარასტი ადამიანი ბავშვობიდან იზრდება კომპლექსებით და ზიზღით და სიძულვილით ნორმალური ადამიანის მიმართ. ამიტომ ხო არსებობენ კილერები, ვთქვათ, ფილმი ლეონი ყველას აქვს, ხო, ნანახი. სადაც შეიძლება დაუნდობელ მკვლელსაც გაუჩნდეს რაღაცა გრძნობები, როდესაც პატარა ბავშვი გადაარჩინოს, ან არ გაწიროს, ხო, აი თქვა თოთო არ ჩააკლას ლოგინში. აი პედერასტები ზუსტად ამას აკეთებდნენ. ჭეშმარიტად, ჩემო კარგებო, ჭეშმარიტად. დავას დაესწარით. და აი ზუსტად კარგად არის, ამიტომ აი ამ დამპალი ნეოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ამოსავალი წერტილი რატო არის, აი რელიგიის დონეზე რატო ყავთ ეს პედერასტია აყვანილი. იმიტომ რომ მათ მთელი ქვეყნის კი არა, მთელი სამყაროს მასშტაბით ჭირდებათ კომპლექსიანი ავადმყოფი, დაავადებული ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ დანარჩენი საზოგადოების ზიზღი. და ზუსტად აი ამ ზიზღით შეპყრობილი ადამიანების აღზევება, მე იმ ქვეყნის ეროვნულ კულტურას, სარწმუნოებას, ჯანსაღ საზოგადოებას ავტომატურად ანადგურებს თან განსაკუთრებული სისასტიკით. ხო და ახლა აქედან გამომდინარე საქართველოშიც ამ მხრივ განსხვავებული არაფერი ხდება და ვეკაი დედმამიშვილებო, მე არ ვიცი ეს ახლა ამერიკაში აგდია თუ მამიჩემის მამასთან ერმან ნემსაძესთან ნაკადავში სალომე ზურაბიშვილი ხო გყავთ აგე? ხო გყავთ აგე სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც კიდე გარდა იმ 1000 უბედურებებისა რამდენი აღარ იცავს სალომე ზურაბიშვილს იმუნიტეტი. აღარ იცავს. ხო შეგიძლიათ ახლა მოკიდოთ ხელი და შეაგდოთ იქ სადაც შესაგდებია ვირისაბანოში.
ეს არის შემაშფოთებელი, გამოვიდა ეს ნარკომანის ვოსკი. წამპალი ეს ნარკომანული ხრი. ესა საშინელება, ესა შემზარავი, რაც ხდება. აი, ჩემი მართლა ეგრეა. მოგიდეთ ხელ და დაიჭირე. რატო არ იჭერთ? რატო არ იჭერთ? თქვენი დედა მოვთქვან, მე ჩემზე და ჩემნაირებზე კი იყავით ალესილები. რო გეუნებოდით, ახლა გამოვიდა ნანუაშვილი ცუდი? ახლა გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი ცუდი? ტრაქში რო იყავით, მაგალითში შემძრვალები დაგავიწყდათ. და ეს გამოსწირებული ეს მთელი კოცების იგი რა ქვია? კოცების გენერალი როა იგი რა ქვია? ყოვა-ყოვალა ზამთრ მეომარ კაი კაცად რო ყავთ. ეს ის ტუტუცია რა, ეს ნემსაძე როა, ეს თუ ნემსაძეები ძმებიო. მაშინაც გავეცით პასუხი ჩემს მამაც კაცსა პასუხი და ახლაც გავწევ. შენ ხარ არაკაც, შენ გენერალი კი არა, შენ ხარ მილიონერი კოცი. ყველა დროს მორგებული მედროვე. პუჩისტი. შენ პუჩისტი. თანამებრძოლებთან ერთად. ხუინდრავას და ამათი ძმა კაცები. მომადლის აქ თავს. ეს შეხმატკბილებული. როდესაც მე ვეუბნებოდი ეს ნაძირალა, ეს მათხოვარია ეს ისა. ასაბო, კაცო, კოცების რჩეულები იყვნენ. პრეზიდენტი, კოცების რჩეული იყო. უჩანანუაშვილიც და სხვაებიც, სხვა ბევრიც და ახლა გახდნენ ცუდი. და ახლა მთელი კოცობა გამდგარია და ლამძღავს იმას, რა ქვია. მაშინ რას გეტყვით ახლა იცით? აი რას გეტყვით იცით? მაშინ ვინც თავის დროზე უჩანანუაშვილს ხმას მიეცით და უჩანანუაშვილს ამართლებდით, აი თქვენი დედა შევეცი ალალად შეგერგოთ. ალალად შეგერგოთ. ვინც სალომე ზურაბიშვილი მონახეთ, მოიყვანეთ და დაასვით ქართველებს თავზე და იძახოდით, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპელი ქალი და გადასარევი ქალი და ესეთი ქალი და გმირების შთამომავალი და აი ყველას დედას შევეცი გოგა ხუინდრავას თამადობით. გოგა ხუინდრავას თამადობით. აი ძალიან არ მინდა ამ ბრწყინვალე-შვიდეულის პერიოდში ვიდინო, ვილანძღო, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ ამათთან ახლა აფირისტული და ესეთი ლაპარაკის თავი ნახდათ არ ამაქვს. გუშინ ვარგოდენ, დღეს არ ვარგიან. ვითომ ერმილე ნემსაძემ შემოგდე მე ჩაგიდევით, მაგენი? და ეხლა თურმე დედა ახლა ღმერთო დალოცე, ბატონი ბიძინა, როგორ გადაარჩინა ქართველი ერი, რომ ამათ ხელში რევოლუცია არ მოხდა და ეს დებილი ხალხი ახლა ზის და თუი, რა ყველამ ბიძინას უღალატა, რა ყველამ ბიძინას გაგრძელდება საქართველოში ასეთი აფირისტული ცხოვრება. იმიტომ რომ ისო გამაიმუნესო და ალაპარაკესო. მაიმუნებს ვეღარ გაამაიმუნებ. იმიტომ რომ საქართველოში მასა ქართული საზოგადოების დიდი ხანია გამაიმუნებულია. ვინც მოვიდა გაუმარჯოს საზოგადოება არის გადაქცეული. შევარდნაძიდან მოყოლებული, სააკაშვილიდან მოყოლებული. აი ამ ჭორვილელ ოჩოპინტრემ საერთოდ ჭორვილელმა მაიმუნმა ეს კარგად შეესაბამება ამას სახელი. ამათ ბოლო მოუღო ეგრეთ წოდებულ ქართულ საზოგადოებას, ბოლომდე გაათახსირა, ბოლომდე ერთადერთი ვინც ამათმა ვერ აიტანეს, ეს იყო მართალი კაცი ზვიად გამსახურდია. და მის საფლავშიც რო არ აყენებენ დღემდე და ამას რო იტყვი, აი ეს როგორ და რანაირად და ას ქვია, შენ ზვიადი გიჟი იყო, ზვიადი დებილი იყო, ზვიადი ეს იყო, ზვიადი ის იყო, ცოლი ამ შეურაცხყოფას აყენებდა, შვილები ასე ისასე, დაგიწყებენ ამ კაკებეშნიკურ ლაპარაკს, მოძალადე იყო, საქართველო მხოლოდ ქართველებისთვის უნდა და ის იყო პროვინციული ფაშიზმი ქონდა. აი ის დღემდე არ მოწონთ, არც იმ ეკლესიაში, არც იმ პოლიტიკაში. მოწონს უბრალო ხალხს. არა, საარჩევნები რომ მოვა, მაშინ ყველას ახსოვს ხალხთან და ღიად ვერ ამბობენ. მე რა ბიდა ზვიადიო და ჩვენო ეროვნულ, ჩვენო ყველა 9 აპრილზე ვიდექით. ღმერთმა აცხონოს მისი სული. საბოლოო ჯამში იმიტომ არასწორები იყვნენ ესენი, ყველა არასწორები იყვნენ. იმიტომ კი არა ზვიადი რო იყო ან ანგელოზი, ან ღმერთი, ან რამე. მართალი იყო ხალხთან
და მართალი იყო სამშობლოსთან. და ამიტომ იყო, რომ შევარდნაძესაც მოუწია ზვიად გამსახურდიას ღვაწლის აღიარება და ხსენება ეროვნულ განმანთავისუფლებას. გაჩვენებ თუ არა გახსოვთ, სხვათა შორის სამების ტაძარში მიდიოდა ეს ხსენება, რომ თურმე ამხელა წვლილი შეიტანა. პატრიარქსაც მოუწია მისი სულის ხსენება, ოღონდ ისე გაკვრით. ნოდარ ნათაძემ ალბათ ყველაზე კაცურად მოიქცა და თავისი დაშვებულის შეცდომა კაცურად ახლა ნოდარ ნათაძე ფულზე არ გაიყიდებოდა, ეს უბრალოდ მოატყუეს იდეის გამო და მოტყუდა იმ ხელა გამოცდილების ადამიანი და აღიარა, რომ მაგ მე კაცური შეცდომა და დანაშაული დაუშვი. იმანაც თქვა, იმან ყველაზე მეტი სამართლიანად თქვა. თენგიზ კიტოვანმაც კი, ვინც იარაღით ხელში ებრძოდა, აი ნახეთ გირჩის ჩაწერილი ინტერვიუ. იმანაც კი თქვა მე რომ აი ზვიად გამსახურდიას მაგარი კაცი იყო, მე მის გვერდში დავდგებოდიო, სამარის კარზე მისული. სიგუამაც კი, რომ აი ყველა მოგაყიდაო, ყველა მოუღალატაო პრეზიდენტი, აი ეს თვითონ პირველ რიგში უღალატა, თვითონ პირველმა უღალატა იმ ძაღლიშვილმა. ხაი. რატო ამბობ ამას? ცალკე ეს ავთანდილ იოსელიანი რო იყო დაზვერვის შეფი იმანაც. რატო ამბობ ამას? იმიტომ კი არა, რომ აი თქვათ რაღაცნაირად იდეურ გზაზე შემოbrunდნენ და რაღაც. არ არსებობს, ცოდვა ყველას ჩაგვიდენია და შეუცდომელი ადამიანი არავინ არა. რაღაცას ისეც რო დააშავებ, რომელიც ჭამს, გაწვალებს მთელი ცხოვრება, მერე სადღაც მაინც გიწევს ამის თქმა, რომ ცოტა მოგეშვას და როდესაც არა მარტო ამ ერთი ადამიანის მიმართ, არამედ მთელი ერის მიმართ ჩაიდინეს დანაშაული და უბედურება, მერე ეს ცოდვა არაყენებდათ და ამ ფორმით ცდილობდნენ ამ ყველაფრის გამოხატულებას. მე ეხლა ზევით უფალთან აგონ პასუხი მაგან და დანარჩენებმა ყველაფერზე. ვინ არ უღალატა? ყველა მუღალატა. აბა ახლა იმ ხალხს, რომელი ხალხიც ახლა თუნდაც აქ მიყურებს ან კომენტარებს წერს ან ისაკაცო ყველა ხო არ მეთანხმება. ავიცი, ზოგი ქოცების მომხრეები არიან. თქვენც ასე ყველაფერში რო ამართლებენ ქოცებს და გულის სიღრმეში რო არ მოწონთ. აი გულის სიღრმეში რო არ მოწონთ, მაგრამ მაინც რო ამართლებენ ქოცებს ყველანაირად და აბა სხვა ვარიანტი არაა და აბა ასე იქნება და სინამდვილეში ამით თავიანთ უსუსურობას უსვამენ ხაზს, რომ არ შეუძლიათ თავისუფალი და დამოუკიდებელი ცხოვრება და მიკედლებული არიან ვიღაც ბიძგვინას იმაზე რა ქვია, ზოოპარკზე და დანარჩენი რა გითხრათ? აი რა გითხრათ? ბიძინა ისეთი ნაგავია და ქართული ოცნება ისეთი ნაგავია, რომელი ნაგავიც აი ესე გამოიყენებს ხალხს თავიანთი საქმისთვის, მე ამ ხალხის მიმართ მოისაქმებს, უამრავს, და მე იქეთ ამადლის თავს. აი ეს კაცი არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. მათმა გამოიყენეს ყველა მთელი ქართველი ერი 2012 წლიდან და იყენებენ დღესაც და იქეთ ამადლიან თავს თავიანთ მოსაქმებულზე. ეხლა ხალხს ალბათ დააბრალებენ, რომ რატომ მოგვეცით ხმა, ხო ვერ ავირჩევდით ნანუაშვილს. რატომ მოგვეცით ხმაო, კაცო, სალომე ზურაბიშვილსო, ჩვენ კი ვიხვეწებოდითო, მაგრამ რატომ მოგვეცით ხმაო, თქვენი ბრალიაო, თქვენ აირჩიეთო სალომე ზურაბიშვილი, რა, არ თქვა მარგველაშვილზე, არ თქვა სხვა და ხალხმა აირჩიაო, არ თქვა. მეცნება სხვათა შორის გუშინს მაგაცმა დამირეკა, მოვიკითხეთ ერთმანეთი აქეთ იქეთ, ცოტა ისეთი სამყაროს წარმომადგენელია, ცუდი ბიჭია, ციხეში რო იჯდა და რა ხდებაო, რა უბედურებები ხდებაო, კაც საფრანგეთშიცო დაგვერიენო, კაცო, ქართული პოლიცია ჩამოდისო და აღარ გვაყენებენ. იმის ფეხის ნაბანი იყოს ნეტა დღეს ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეს ადამიანი რო არის, ის თუ არის მისი ცხოვრებით ერთ ცოდვას თუ ჩადის, სხვა ცოდვას არ აკეთებს. და მით უმეტეს ისეთ ცოდვას, რასაც საკუთარი სამშობლოს ღალატი ქვია და
აქაცო ტრუსიკ მაიკის მოპარვის გულიზაო უკვე საქართველოსდანო პოლიციაო ჩამოიყვანესო და აქაცო დაგხვდებენო და გვიჭერენ და გვადეპორტებენო იქეთო და რა ვიცი რომელი ქვეყანა აკეთებსო შეიძლება იცოიციო სავსეა საფრანგეთი მთელი ევროპა კრიმინალებით სავსეა ქართველი რა კრიმინალი ჩადის აქ ქართველი ჩადის კრიმინალს რაღაცას მაღაზიაში თუ იპარავს და რაღაცას აქვს თუ გაძარცვავს არა ევროპაში რაც კრიმინალი ხდება ეს გინდა იარაღით ვაჭრობა იყოს გინდა ნარკოტიკით ვაჭრობა იყოს და გინდა 1000 უბედურებით ვაჭრობა და გავსებულია გინდა არაბები იყოს გინდა თურქები იყოს გინდა რუმინული გინდა ალბანური ბანდა სადიო მთელმა საქართველოს რო დააშაოს ქვეყნის რა სადიო მაგათ დანაშაული და შენო როდესმე გინახიაო რომელიმე ქვეყნისო პოლიცია აქ ჩამოსულიყო და ვთქვა არაბების პოლიცია არაბებს იჭერდეს ფრანგებთან ერთადო თურქების პოლიციაო ჩამოსული იყოს და თურქებს იჭერდეს თურქებთან ერთადო და ასე სხვაო და აგზავნიდესო ქვეყანაშიო ამ ჩვენებსო რა ჭირსო კაცო რა ვიცი მე ვთხარი თან მით უმეტეს იმ პერიოდში როდესაც რო კითხო მე ვთხარი ამათ მაკრონსთან მთელ ამათ ბოზბანდას ვინც არიან ახლა ამათ საფრანგეთის სათავეში ჩვენ ხელისუფლებას საერთოდ არ აღიარებენ და მით უმეტეს ამ დროს თქვა და საკუთარი ერის მიმართ და საკუთარი ხალხის მიმართ ყოველთვის იცვლიან ქოცები გასაფუჭებლად და გასაშავებლად და მე არ მომიწმინდა ახლა ხალხა ისე უთხარი რომ მეთქი რა ვიცი მე ვთხარი როცა შენ პირადად არა და ის მაგრამ როცა მოდის დრო მე ვთხარი არჩევნების ამ შავი სამყაროს წარმომადგენლებს რო უძახიან მის თავს გავეშებული მე ვთხარი ხოცების მხარდაჭერისთვის ქუჩაში დარბიან მე ვთხარი და ეს თქვენი სამყაროს ხალხის მოატყუა მე ვთხარი და ახლა თქვენს აქანეს დეგერიათ მე ვთხარი აბა სხვა რა გითხრათ თქვა აი ეს არის ეს ადამიანი რატო დავიწყე ახლა ამ ყველაფერზე ლაპარაკი ეს არის ადამიანი რომელიც ყველას და ყველაფერს გაწირავს საკუთარი ინტერესებისთვის ოღონდ თვითონ იყოს კარგად ეხლა მისთვის არის საქართველოს შეპესე ტერიტორია სადაც ყველაზე დაცულად გრძნობს თავს და რა თქმა უნდა ამ ტერიტორიაზე ომი და უბედურებაო რო არ არის ახლა იმიტომ რომ მთელი ფული და ქონება მაგ აქვს ჩამოტანილი და ერის ქონებას მომჯდარია და ჩადებული აქვს ჯიბეში ხოდა ომი რო არა ხალხს დააჯერა იმისთვის რომ მადლობა გადამიხადეთ რომ ომი რო არაო ომი იქნებოდა გლეხი და გაჭირვებული რას დაკარგავდა ახლა ვინმე არ მოვიდოდა საქონელს არ წაართვევდა გლეხს და მიწას არ წაართვევდა და მაგენის დაგროვებულ ქონებას ერთ დღეში შეჯამდნენ და შესვამდნენ და შეიდგამდნენ რუსები მუცელში თუ ომს ატეხავდნენ და ახლა მე უნდა ვიჯდე და უხადო ივანიშვილს და ქოცებს მადლობა ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა ომი რომ არ არის თავს რო არ იკლავდეს ადამიანი და ეუბნებოდა მადლობას თავს რო არ იკლავ მაგიტო ხარ მაგარი კაციო ეს ყველაფერი არის აი ამ ნაგავი ქოცების დამსახურება ასე რომ დანარჩენი ახლა უნდა დაჯდე და უნდა უყურო ამ ცირკს როგორ გალანძღავენ ერთმანეთს და როგორ იქნება ეს ყველაფერი არავინ არ დაისჯება არც ნანუაშვილი დაისჯება არც სალომე ზურაბიშვილი დაისჯება არც ის ნაცები დაისჯებიან დღეს რომ ეს რა ქვია სტრატეგია აღმაშენებელი როა ჩხარტიშვილის სიძე ისიც 50000-იანი ჯარიმით გამოუშვიათ ისე მაგარი მიკვირს ჩხარტიშვილი თვითონ ბიძინა ივანიშვილთან შემძვრალია და საპატრიარქოსთან შემძვრალია და მისი სიძე ოპოზიციაში არის კი იმჯერა კაცო ამერი ამბებს ყველაფერს მოკლედ ასე გაგრძელდება ეს ცირკი და რა ვიცი ნორმალური ხალხის თვალში ამათ მაინც ქვიათ სახელი მაგრამ აგე რა ერთი ფაქტი კიდე ერთი ფაქტი თუ რამხელა ნაგავი არის ნანუაშვილი და რამხელა ნაგავი არის ზურაბიშვილი საკუთარი სამშობლოს მოღალატე რომელიც ფულზე და ქონებაზე და კაი ბიჭი ხარო ამის თქმაზე და კაი გოგო ხარო ამის თქმაზე საკუთარი ერის მიმართ ყველანაირ დანაშაულს შეიდენს და მე რა მინდა ერთი გითხრათ იცით ესეც აქ რაღაც ზარებში გამოაშკარავდა და ასე და ისე გამოაშკარავდა ეს ყველაფერი და ესენი რომ დახურულ კარს მიღმა შეხვედრას გამართავენ რომელიმე ბატონთან გინდა შიგ ევროპელი იყოს გინდა შიგ ამერიკელი იყოს გინდა შიგ რუსი იყოს გინდა თურქი იყოს გინდა აზერი იყოს რამდენჯერ გაყიდიან საკუთარ სამშობლოს და რამდენჯერაა გაყიდული თქვენი არეთ და ხმა აძლიერთ
თქვენ იარეთ და ხმა აძლია. აგინდა ცირკი კი არის, უფასო დაჯექი და უყურე რომელ ახსეც კი. აი ეგა. ის სხვა ბოზები სადახართ. თქვენი გამზდელი დედა მოვტყან მე. დანუაშვილთან ერთად საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის და ამის ისინი ხალხი რო იყავით. ვითომ დიდი პატრიოტები. ხარს რო უბამდით ნანუაშვილებს და იმგენს ამ ყველაფერში და ყველას რუსეთის აგენტებს რო უძახოდით. ხო დაგერქვათ. მე ნორმალური ადამიანის თვალით და ყველას და ყველაფრის თვალით ნორმალურ ადამიანად დავრჩი ბოლომდე. ჩემ ქვეყანაში, ჩემი ქვეყნის გარეთაც ვერანაირ ბრალდებას მე ვერავინ ვერ წამიყენებს. იმიტომ ვერ წამიყენებს, რახაც ცილი მილიარდი შეიძლება დამწამონ, მაგრამ მე არასდროს ჩემი ქვეყნისთვის კი არა, არავისთვის არ მიღალატები, არც ადამიანისთვის და სამშობლოზე ზედმეტია ლაპარაკი. არც პირადი გამორჩენით არასდროს არაფრის მიღება მდომია და არც ჩემი ხალხის ხარჯზე რაღაცა და თუ ვინმეს რამეს შევპირები ვარ, კიდე არ მომიტყუებია და თქვენ ბიჭო, თქვენ ბოზებო საკუთარი ერის ხარჯზე აიც ბიჭო რა ფაშვი გაქვთ, ამდენი მილიონები საწაიღეთ, ტეხავთ, ყიდით სამშობლოს, ანადგურებთ და კიდე უკმაყოფილო ხართ. არ მოგაპარიეს ბიძია მეტი. სამშობლოს ღალატის ბიზნესი არის ეს სრული, აი ამ სამშობლოს ღალატის ბიზნესს ყურირებენ ის ძმები ბერმძღნელი შვილები, ის თინა ხიდაშელი, მისი კმარუკა, ეს ნანუაშვილი, გიგა ბოკერია. ბოკერიას როდის იბარებენ ამ ცირკში მონაწილეობისთვის, არ ვიცი ახლა რომელი გელი ბოკერია არის, რომ ცირკში არ მიიღოს მონაწილეობა, ეს კიდე ცალკე საკითხავი ამბავია. მაზრზენი საზოგადოება ჩამოყალიბდა, აი გული რო აგერევა რა. აღდგომა დღეს ჩემმა მეგობარმა შალვა მაღრაძემ დამირეკა ვილაპარაკეთ რაღაცა ყოველთვის ამ რელიგიურ საკითხებზე და სარწმუნოების საკითხებზე და რაღაცა მინდა გკითხო თქვა და არ მკითხო. მიხვდა რაც უნდა მეკითხა და არა, მაინც უნდა გკითხო თქვა და ვიცი რაც უნდა მკითხო და პირდაპირ გეუბნები რომ არაფელიო და რა, აპა მეუთხარი რა უნდა გკითხო მეთქი და შენ ახლა უნდა მკითხო რომ დღევანდელ ქართველობასო და დღევანდელ საზოგადოებას ქრისტიანობასთან რა შეხება აქვს და ხო მეთქი მასია თქვა და ხო გითხარი წინასწარ არაფერი. ამიტომ ასეთ ადამიანებს ახლა მე რა აღდგომა უნდა მიულოცო და ასეთ ადამიანებს რა ქართველობა და რა ქრისტიანობა უნდა უწოდო. გადაგვარებულ მოღალატეებს. ერთისთვის შიგ ევროპა რო არის სამშობლო, მეორესთვის ბიძინა რო არის სამშობლო და არის კატეგორია ხალხი, რომელისთვისაც რუსეთი არის სამშობლო და ვიცი სხვა რჯულია და ქართველობა რასაც ქვია. ჩემო ძმაო, ცოცხლად რო არიან დასაწვავები, თუნდა მაგას ლაპარაკიც, მაგრამ როგორ გითხრა? ძალიან ბევრი. აი დავით აღმაშენებელი, სოლომონ პირველიც, იოსებ სტალინიც ერთად რო იყოს დღეს საქართველოში, ამდენი გაოხრებულ ნაგავს. არ ვიცი რა გაიტანდა და რა გამოიტანდა, აზი არა ვარ. არა მგონია. არა და დატოვო, რო დატოვო ასია. ხალატი ისევე როგორც გმირობა და პატრიოტიზმი გადადის მემკვიდრეობით. აი იქ რო ხედავ, პუჩისტების შვილები, ყველა პუჩისტები არიან და იმათი მხარდამჭერები არიან. მოღალატეების შვილები, თითქმის ყველა მოღალატეები არიან. აბა ახლა ეკალზე ვარდი როდის ამონდეს და იქეთ თუ გადახედავთ, ვინც ეროვნულ სულისკვეთებაზე იდგა, მათი შვილები დღესაც დგანან და თავისას ამბობენ, ყოველ შემთხვევაში ძირითადის. ცხოვრება ისე არის, რომ ვინც ეროვნულს ლაპარაკობდა და ეროვნულ გზაზე იდგა, ისინი ან მკვდარია, ან გაუბედურებულია, ან ქვეყნიდან გაქცეულია, ან ქვეყანაში არის და დაჩაგრულია ყველანაირად და ვინც ეს ბოზიშვილები არიან, მოღალატეები, აგერ ახლა ხდიშით ბატონო, აი დამავიწყდა ახლა ზურაბ წერეთელი თურმე
თურმე ზურაბ წერეთელი ისა რა ქვია მომკვდარა აღდგომა დღეს და საქართველოში უნდა დაასაფლავონ თურმე დიდუბის პანთეონში. ეს ერთი მომენტიც აქ ისტორიას შემონახული. ზიად გამსახურდია და ეს წერეთელი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი და მოთქვამს ახლა ხალხი. რა ქართველი წაგვექცა და რა კაცი წაგვექცა. ამნაირი ადამიანი აფერდა როგორ რა გვეშველება. გარკვეულია აგერ. დიდუბის პანთეონს გადაარქვით სახელი და დააწერეთ იმას, რა ქვია, მხედრიონელების საიქიო შტაბი. ჯაბას გვერდით უნდა დაასვენონ ახლა იქანი ალბათ. იმიტომ ერთ-ერთი ყველაზე პირწავარნილი პუჩისტი და ნაძირალა იყო ეროვნული ხელისუფლების მიმართ. ეს შევარდნაძე და ნუგზარია ფოფხაძე, სულ აძაღლებული, ცოცხალი რო აგდია და პირში სული უდგია პირველი პიდარასტი ჩათლახი. ეხლა უნდა გამოვიდეს ხალხი და უნდა იტიროს, რომ დედა რა ქართველი დავკარით. სადაც ეგდო იქ დამარხულიყო და იქ დაგდებულიყო. ამდენი წელი ეს ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია მოსკოვში ვინ ცხოვრობდა და ვითომ საქართველოს სახელები იყო და საქართველოს სახე ერქვათ, რა გააკეთეს საქართველოსთვის. ერთად წვამდნენ, ერთად ჭამდნენ იმ პუტინებთან და ლავროვებთან და იმათთან ერთად მისი ქვეყნისთვის რა გააკეთეს. არაფერი. არა ინტერესებდათ იმას ქვეყანა. ის იყო მაგათი ქვეყანა და ახლა სამშობლოში უნდა დააკრძალონ, დააკრძალეთ. პირველი პირწავარნილი პუჩისტი ნაძირალა იყო. წითელი ინტელიგენციის ერთ-ერთი პირწავარი, ჯერ ეს კომუნისტების დროს მილიონერი იყო. ძალიან კარგად ვიცი რა დიდი მხატვარიც იყო და როგორც იყო. მაგ ამ სფეროსთან შეხება, იმიტომ რომ ყავს ბევრი ისეთი ადამიანი. ასე ახალგაზრდები ყავდა, იმას იზამდა და ამ ახალგაზრდებს დაახატიერდა იმგენს, ამგენს და მერე გადაუხდიდა ფულს და კაკებეს ყავდა დიდი ხანი თავის კრუჩოგზე წამოგებული და ასე შემდეგ. მე ჩემოძმა ფიროსვანი თუ იყო დიდი ადამიანი, მიტო არ ვიცით ფიროსვანის საფლავი? ფიროსვანი მაინც არ მომკვდარა მე-12 საუკუნეში, აგერ მომკვდა 1918 წელს, მაგრამ არ ვიცი. საფლავი არ ვიცით დღეს ქართველებმა მისი. ყველა მიდირის ფიროსვანს. მომკვდა თუ არა ყველა მაცხონა, ცოცხალი არ ვინ არ მიიგარა. ასია. ყავდა ყოველთვის ეს მოღალატეები და ახლა საერთოდ პიკშია ასული ეს ყველაფერი. ამათ ხელშია. სამდე ერთი მოღალატე მაინც იარსებებს ქვეყნის სტრუქტურებში, პარლამენტში, მთავრობაში, უშიშროებაში და ასე შემდეგ. მანდ ქვეყანას არაფერი არ ეშველება და აქ რო აიღო 99% თუ არა 90% ყველა მოღალატეა. თუ მოღალატე არა მედროვია. ავი, რას კეთეს უნდა ელოთე. ივიცი შემოძმაო რომ აქაური იყო, მაგრამ მე უბანმა მაინც არ იცოდა სად დაასაფლავენ საწყალი. ეს ხო მაგარი ტეხავს. უბანს უპატრონო ადამიანს უბანი მაინც მარხავს და საფლავი მაინც იციან სადა. ეგა ჩვენ საერთოდ სენი გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფის საფლავი არ ვიცით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხატვრის საფლავი არ ვიცით. იმდენი უცნობი გმირი გვყავს, მათი არც საფლავი ვიცით და რომ გააკეთა ის კი ვიცით, მაგრამ ვინ გააკეთა ის არ ვიცით და ისია. სამაგერთ უჩა გვყავს, აგერ გმირი, ნანუაშვილი და ეს სალომია. გაიხარებ, შედობა მოგცეს ვაკოყმეთ.
კარგი ჩემოკარგებო, აღარ მოგაწყენთ თავს, უბრალოდ დღესაღამოს თქვენს დაელოდეთ, ნახეთ ეს გადაცემა და უჩანანუაშვილო, ვიცი ახლა შენი ვირთხები ამას აუცილებლად ნახავენ და შენ ძაღლის გაგდებულო უბრალოდ, იმიტომ უწერ ლაივს თუ არა პასუხის ღირსიც არ ახარ. შენ ბოზიშვილო, შენ მართლა პედერასტო და შენ მართლა გეი რევოლუციონერო, მაგრამ ეგ შენთვის არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ შენ თავმოყარეობა და სინდისი ადანამუსი არ აგარ. გახსოვს მე რომ აბრალებდი? გახსოვს მე რომ აბრალებდი? რადიკალური ჯგუფების მეთაურობას და სახელმწიფოს მიმართ დანაშაულს და ის ბოზი ის ჩათლახი სადაა ის კახპა კიდე. ახალო ხედრიონს ქმნისო. გაფია იმ ზუკნას. თამარა კინძურაშვილი, ის ბოზიშვილი ერთად რომენებს იჭრიდი. ვინ ყოფილა საქმეში? ვინ ყოფილა? თან შენი პირით რო ელაპარაკე რუსებს. შენი პირით რო ელაპარაკე რუსებს, ვინ ხარ, რა ხარ და რა გინდა? იცი ახლა სირცხვილი შენ არ შეგაწუხებს და სინდის ნამუსი შენ არა გაქვს, მაგრამ მაინც მადლობა უფალს, რომ რასაც სხვას დააბრალებ ადრე თუ გვიან, იმას შენ გამოაჩენ, ასე იცის ცილის წამი. იმაზე საერთოდ არაფერი არ მაქვს ახლა, იმას რა უნდა ვთქვა მე? ფრანგულ ნაგავზე, რომელი ფრანგული ნაგავიც ჩამოათრია საქართველოში. ესენი ვინ იქნებოდნენ, რო არა ბიძინა ივანიშვილი და რო არა ქართული ოცნები. ამათი აყვავებული. თქვენი მოსაქმებული, თქვენ ვეჭამეთ და ჩვენ გვიმტკიცებთ რა გლახაა ნანუაშვილი და ის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინა ნანუაშვილი, ვინა სალომე ზურაბიშვილი და ვინა ხართ თქვენ, ნორმალურმა ადამიანებმა. ნაგუები ხართ ერთი და მეორე. კარგად ზამდებოდეთ, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.